Ruar gadamიღო ორი შეიძლებოდა. ნახეთ, დუშია თო მატარებელია დუში. Короче, შეხედეთ. ერევანში. Робга и душия, короче, имас. Მატარებელს რაზონეს სიმონი სომხეთი. Короче. ხوارი რა ტიპები რო ჩადიან ჰოლანდიაში და მოდიში და გეი პარადი ხდება და ბედი არა გვაქვიძახენ და ჩემ კუპეში არის ჰოლანდიელი გოგო არის короче მე ხუთე მე ოთხე შეხედეთ ეს არის ჩემი დასაწოლი ადგილი და ეს ეզა მესწავლა ჰოლანდიური რა ბედი რა ბედი რო გექნება გაზდა თქვენ არა გაგბედი სიმონ მოკლედ ერევანში ვარ აქ არის ცედა 7 საათია დილაი 7:15 რა როგორც ჩანს აი რაღაც გაჩერებები გავიარე და ხალხი გაჩერებებზე დგას ეთყობა სამსახურში მიდის რა ძალიან საინტერესოა 7-ზე მიდიან სამსახურში და ისა გითხოვენ ნახეთ რაღაცად გაიჩიტა ეს და ეს მანქანა ნახე რაღაც არის ვოლგატო აი короче რა ხო მაგრამ ნახეთ რა ხდება ახლა პლუსებში ისა ჭელა არ არის რა იმიხით ჩვენთან ჭელა ჭრულა ძალიან აი რაღაც აქ სადა ის არის აი ზედმეტი არაფერი არა არც მიშენებული არც ჩამოკიდებული და ისა სისუფთავია სხვათა შორის მაგარით სუფთად არის რა ხო და რა ვიცი რაღაც ცოტა თვალს არა მიჩვეულ და ისა შუქნიშებს აი ეს აწერია აი დროები აი მაგარია ძალიან რა აი 13 ხვდები რომ აი გინ გადახვიდე არ გადახვიდე რაღაცა პლუსები არის რა მოკლედ რა ვიცი შეხედეთ რა ის გაიჩიტა როგორი მარშრუტკა პირველად ეხლა ამ თანამედროვე ცხოვრებაში შეხედე რა პიკია თუ რაღაცა უბერავს ტროლეიბუსი და რამე ვახ ჩემი კაი ტროლეიბუსის დავინახე აფერი დამეჯახოს აღარია თო ვახ ტროლეიბუსი გაიჩიტა და აუ რაღაცა თო მარშრუტკა საღოლდო короче там пали вошли нагавли აი სუფთა ვაგზავნა რა საკუთრები გარეთ გამოტანე საშინელება ათისხრი ჩაბინძურებული სხვათა შორის გავბანძდი მაგათ იმიტომ რომ გადამხურდებული ჯიხურები კი არა აქვს რაღაცა მაგარი აპარატია ჩაგდებ $40 და ამათი ფულს გაძლევს რაღაცა 19,000 დრამია რაღაცა და აი რაღაცა სადგურია კიდიკია იქ აქედან გადის ირანში ავტობუსი ტებრისში 14 საათი იბოდიალებს და ღირს 14,000 დრამი 14,000 დრამი $40 19,000 და 14,000 $35 ღირს $40 просто შეხედეთ ეს რაღაცა ის სააკაშვილმა რა გააკეთა გაუქმა აქ არის ექცემა ჯოხი დგას პოლიციელი ნუ გაის ვარიანტია და ნახეთ რა კოხტა დადიან просто შეხედეთ აი ჩვენთან იმენა ყოველ მესამეს ეგრევე ლიშენია აი სამუდამო ლიშენია უნდა მისცე აი ულაპარაკოთ გადაჯმული აქვს უმეტესობას თავზე შეხედეთ აი просто რა ჯერ აწყობა აი რანაირად მოდიან ყველა თავის ხაშია დისტანცია დაცული
არავინ არ გარბის არ ახტება რა. აი ჩვენთან რავი საქართველოში იმინა კაროჩე რა. აი რავი ყოველი მესამე საცემია და მე და ლიშენიაზეა გასაშველი. აი ისე აქვს. შეხედეთ პროსტო რა დალაგებულად დადიან რა. მოძრაობა. შეხედეთ. აი თუ ხედავთ რომ აი გარბის რა ხდება უჭრის ვიღაცას გზას აი პროსტა რა. აი ჩვენთან მაკრი მაგარი სიბანძია. შეიძლება აი შეხედეთ პროსტო აი გაუშვა აი რატო არ გარბის ეს აი გას არ აჭერს და აი ჩვენთან რო ყლიურად მირბის ვიღაცა ვეჩნად რა გიჭრის აი ჯიგრულად უყვევს რა. აი შეხედეთ როგორ კოხტა დგანან რა. და კამერაა და კულებს აკლებს და ნახეთ აი არ მირბის რა ეხა და არ დააჭირა 200. შეხედეთ როგორ მიყვებიან ერთმანეთს და დისტანციაზე. ჩვენთან საქართველოში სად არის ეგრე? აი მაკრივ საღოლ სომხეთს, მაგრამ პროსტო ეხა შეიძლება რაღაც განვითარებით წინ ვართ, მაგრამ აი შეხედეთ. კაც თუ ხედავთ რომ გზაზე გადადის დებილურად. ერთი მაჩვენეთ აი სადაც შუქნიშანი არაა. აი ერთადერთი აი მან ახლა პატარაზე კულტურულად ჩაჭრა. გზას არ უჭრიან. აი ამას ხო შეუძლია ახლა გადახდეს მეორე მესამე ჩვენთან დგანან ერთ ხაზში და მიყვებიან ერთმანეთს და ეს ჩვენთან რავი კაროჩე რა ყოველი მეორე ლიშენიაზე უნდა გაუშვან რა. შეხედეთ. აი პროსტო შოკში ვარ რა. როგორ მაგრად საკაიფო დგანა. შეხედეთ როგორი წყობა აქვს მანქანებს. გეუბნები აი შოკია რა. აი ამას ხო შეუძლია ახლა აი წინ цаრიელი გზა მისცეს 200 დააჭიროს. გაიქცეს სულელივით აი შეხედეთ ბიჭო პროსტო რა აი რა დალაგებულად აქვს. აი სააკაშვილო აიღო და გაუქმა და დედა ეტირა ყველაფერს. შეხედეთ პროსტო აი ეს არ გარბის იქ ესე არ უჭრის აი ხაზში დადის. შეხედე რანაირად რა ლამაზი ის და არ სტრესი არ საცობია არც არაფერი თო აი რომ კოხსად როცა დადის ადამიანი. აი შეხედეთ ესეც ახლა არ გადახდა აქეთ. შეხედეთ არ ვიზმაო საღოლ რა. აი წითელზე დგას აი შეხედეთ რა ლამაზად დგანან აი ერთმანეთს. შეხედეთ 2 მეტრაა დაცლი არ არის რა მიმჯდარი მიტყუპებულია. იქაც შეხედეთ პროსტო იკაიფეთ აი 3-4 მეტრაა დაცილება. აი მანქანებს შორის რა სწორია. რატო ამ მანქანას არ შეუძლია მივიდეს და ამას ჩაეხუტოს იქ როგორც ჩვენთან არის ჩვევიათ. აი შეხედეთ იქაც დაცილება. აროჩე რა. საღოლ აი მართლა საღოლ. შეხედეთ. შეხედეთ პროსტო აი გააჩერა აი რამხელა დაცილება აქვს აი 2 მეტრა არის ხითის მეტრა ნახევარი აი რატო არ შეუძლია აი აქ შეხედეთ 3 მეტრა არის მანქანის დისტანციას შორის არის 3 მეტრა აი თქვენ რა ვერ ისწავლეთ აი საღოლ რა აი პროსტო შეხედეთ აი ნიჭი თქვენ გენაცვალეთ რა წვადიც მაგარი აქვს და ესეც დალაგებული აქვს თექნები შეიძლება ბევრი რაღაც სხვა მინუსია მაგრამ შეხედეთ რა პროსტო არ ვიცი რა შოკში ვარ ჩვენთან აი არ ვიცი აი შეხედეთ აი ერთი ამანქნა რაღაცა დებილობა მეორე ხაზიდან პირველში გადახდა აი ეს ლამაზა მოდიან
არავინ არ უსიგნალებს ერთმანეს, რომ აუ გამიშვი. არც საცობია. ყველა საღოლ. Tomorrow Metropoli. ეხლა გადავიდეთ გზაზე. ხო და საინტერესოა ახლა თუ გააჩერებენ ესენი. ნახეთ, თუ მანქანა აჩერებს იმაზე, ეს ამან არ გააჩერა. შეხედე გააჩერებენ, თუ ის შოქში ვარ რა. შეხედე სავალ რატო ზებრაზე აჩერებენ. ხო, ეხლა ჩვენ იცი რა ვქნათ. ჩვენ ძმაო, ეხლა ხო გაგიგიათ გლდანის შაურმა რა, მაგრამ აქ ერევანშია სიმონ ტუმანიანის შაურმა რა. ტუმანიანის შაურმას ლეგენდა ისტორია იცით როგორ არის? აი იქით არის არარატის მთები რა. ხო და მაშინ აი როცა ნოემ კიდობანში ცხოველები შეყარა და არარატის მთაში გაიჭედა შესაბამისად ესეთი ლეგენდაა რომ ნოემ თქვა რომ კაროჩეო წყალი დაიწიაო და შეგვიძლიაო გადმოცვლაო ხო არარატის მთებში გაჩერდა კიდობანი და ამ დროს ის რომ გადმოვიდნენ დახდნენ აი აკაურები რა ტუმანიანის შაურმით ხელში რა და მობძანდითო და ბავშვებით იყვნენ და ბავშვები კითხულობდნენ ამდენი ცხოველებიო საიდანო რა ხდებაო რა და არაფერი შვილო ცირკი მოვიდაო ცირკი ჩამოვიდაო რა ხო და იმათ ჰქონდათ ეს ტუმანიანის შაურმა რა კაროჩე გავსინჯოთ ახლა ჩვენ ეს ტუმანიანის შაურმა გაგვასინჯოს ეს 1200 ლარი ღირს ერთი შაურმა არ მომეწონა ვერა რაღაც ვერ მოვიხიბლე რა აი მწვადებში მაგარი არიან ძმაო ჯობია მწვად შევაწევინებ ჯიგრულად აი ვერა რაღაც შაურმა ნიტო იყო რაღაც ჩამოთყლარწული ხალხიც არ იყო შიგნით რა და ჯობია რომ რაღაცა ჯიგრულად აი მაგრები არიან მწვადი იციან და ვერა რა ჩვენთან ვერა ის ვიდით იმ შაურმის რაღაცა რაღაც ნიტო იყო რა ერევანში რაღაც აქეთ თანამედროვე შენობა არის აქეთ კარებია და კედელი მოკლონია შიგნიდან შეხედა დალოებია კაროჩე რა შენ პირობებში ცხოვრობენ რა შეხედა მიჩქლართული მოჩქლართული კედელია შენ შუა ერევანში კიდე ვიდა ხუთი ნაგავი ახლა სუფთავ კაროჩე
არის პუნქტია ეს. სტვირთი კაი ამილია. ამასა ყავს ეს რა მანქანა. კობრა ხატია. ცხენია ფერარია თუ რა არა. ჩადონჯილი. შეხედა. აუჩერა. აი როგორც ჩვენთან იყო 2003-2002. აი სადღაც ეგრე არიან ესენი. აი 2004-5-ისკენ მიდიან, აი 20 წლით ჩამოგრჩებიან რა. აი შეხედეთ აი რა დროს ეს მანქანა ხა ეს აღა დროს ეს არის. აი ნოლშეც ნახავ და ნივა და რა დროს ნივა არის ჩემი. კაროჩე რა. შენ არ ყოფილან ესე იგი. აი გა ბევრი ხე რუსეთთან გვინდა არიან რუსეთთან ხო ხედავ რა დღეში არიან. აი ზოგი სახა კაი ჯიპი ყავს. ზოგი რა ვიცი. მუზეუმია და სუდოკრემი არა აქვს აფთიაქში. რაღაც აფთიაქები აქვს. რა ვიცი. გული გაგისხდება. და აი მაგაც კი კორუფცია. მთავრობა რო არ ვარგა. კორუფცია შენ ხალხს არაფერს არ უკეთებს. აი გა კორუფცია. ხალხს აფეხებზე კიდია. არც მერი, არც პრეზიდენტი, პრემიერ აფერს არ აკეთებს. აი ფეხებზე კიდია ყველაფერი. შეხედეთ, აი სირცხვილი არ არის ახლა. ესე გაჭირვებაში. ეს არის მიწის ქვეშა და ისეთ რა მოხდა. შუქი წავიდა რა. ყოლა გრაფიკით აქვს. კაროჩე და თქვენ კიდე რა ვიცი, აი შუქი როდის მოვა. რატო წავიდა და რა ამათან ყოველ სულ არის ეგ თემა. კაფეში ვიჯექი შუქი წავიდა. რა ჩანს არაფერი. სიმნელე რა. ხოდა. კაროჩე. სისადვარ. ტუალეტში ვარ, შუქია წასული ერევანში. სადგურია. ამოთეთყობა გრაფიკით აქვს შუქი. კაროჩე. გამოვწვია. გამოვედი კარები გავახე. კაროჩე. თქვენ კიდე ცუდად ცხოვრობთ და შემოშვა 100 ლარი, არაფერიც არ აჩანს. სულ კარგად მეყოლეთ. კაროჩე, შეხედეთ. ერევანში შუქი წასული. მეგონება იქ საცხე ჯოჯოხეთში ჩახტი. ესეც შეგრძნება. Короче, свет отключили. Выходим с туалета. Операция по спасению. Ой. Короче, да? Ой, еще это. Говорите, плохо живем. Вот, свет, газ. А тут, видимо, по графику. Короче. Ყოფილა ავტობუსის ბილეთები რა, короче. 500 და რაღაც ესეთ დებილობას გაძლევს. ავტობუსი კიდე ის არის. წინ შესასვლელი კარებია, უკანა გამოსასვლელი. ეგეთი თემაა რა. აი ეს მეგონა რა, ტელცელ მეგონა ვაფშე.
მობილურის კომპანია თუ რაღაცა მიდი და გაიგე. ეს გათიშულია ვაფშე. აი ესეთი ორი ბილეთი 150 დრამი ვის. 150 დრამი. გამოდის სადღაც ლარი 10. მოკლედ. რაღაცას გავუყვეთ ცენტრში. არაფერი მოდის. და ნახეთ რა საკაიფოთ არის შეტეხილია ეს ავტობუსის ადგილი აქეთ. ვიპროშია ეს. რა შემოუხვიოს და დადგეს. ხელი არ შეუშალოს აღოლ. აუ ტროლეიბუსი მინა გავუყვე რა. შემოსვლელი აქ ბილეთს ადებ. იქიდან შემოდიხარ, უკრიდან გადიხარ. შუმახერებს ჩემი გარი. ვერავს. ცოტა ცივილიზაცია გაიჩიტა ცენტრისკენ. სამი პროტონს. აქედან არის გასასვლელი. სიანურია, აი იქიდან შემოდიხარ. აქედან გადიხარ, ვაიდე და დავიღალე მაგას. ფეხები მტკივარ და დილიდან პირველ საათამდე გავიარე 10 კილომეტრი რა ფეხი უკვე. დავიდეთ ახლა. короче, აქ სიმპათიჩნი სახლებია, რაღაცა ვაკეს ვარიანტია. Paris Hotel. Paris Hotel Yerevan. ეს არის პარიზი ჰოტელი, ეს Central Hotel. Amiran Hotel, да? Кавказская пленница. Ресторанчик. Აქეთ ყობა შეჯამერთ ხაჭაპურს $200. თუ სასტუმროა ეს. რესტორანი. Paris Hotel. მოდი რა ვიკითხოთ რა ვიცი. რა პასებია სასტუმრო პარიზსა 07 წოდმობას გაფიცებ რა. ნახე რა ნავაროტკებშია ჩემი. ნახე რა დისკებია, ნახე რა ტყავის სალონია. ნახე რა გაკრასკულია. სერიოზულია რა 07 ტო. არ არსებობს. ვიცი. რა ტუნინგი კონდა ტო. სერიოზული. აქ პატარა კაფეა. რაღაც ეთყობა ჯგრული კაფეა. Fashion Milanчики. Так, აბა. ახლა ახლა გული არ შემიწუხდეს ფასის. აბა. რამდენს მოხევს? Добрый день. Есть номера? Сколько стоит, если есть? На сутки? Да. Один. Да, одна большая. Стандартная комната есть наличие. 39 тысяч, а метр грамм. Ага, 30 тысяч. 39? Хорошо. 30. О.
Короче, $100 ნომერიო რა. $100 290. აი, რა ვიცი ახლა. ღირს ეგ. შეიძლება ღირს, რა ვიცი ახლა. არ არის იაფი რა, ახლა $100 ფულია ძმაო. აი, მარჩი თო. ისე კი 200 ღირს ზაფხულზე. $200, ჩემ ფეხები თო. $100, 50 ეთქვა, $60 ეთქვა. $100. აუ, კაროჩე. იცი რა ვქნათ. ბუკინგზე ვნახოთ. აი რა იღირება ეგ ერთი რამდენში თუ მოგვატყუა ეგ აი საინტერესო. Paris hotel, Paris hotel. Hotel Paris. ეხა გავარკვევთ სიმართლეს. არ არის რა ჩაიცე რა ბიჭო ინტერნეტი. აგერ ჩავთოთ. Так, Ереван. ავა გული მიგზოს რომ მომატყუებს მაგდენი არხებს რაღაც იასნია ფულს ტეხავს. აი ცადე. აი 10-დან 11-მდე ერთი კაცი და მივცეთ ზებნა. აი ბუკინგზე რამდენს. Paris hotel Yerevan. აი თვითონ მითხრა, კაროჩე 290 ლარი. 280 და 70 ლარით მეტი მითხრა. აი ამ თანხიდან კიდე ეგ 15% იხდის 30, ანუ კაროჩე რეალურად ბუკინგი ამას ახლა აძლევს 180 ლარად და მე 290 ლარად აძლევდა ეს წარმოიდგინე. აი მატყუარა რა. აი ეგრეც ვიცოდი. ეხლა ჩვენ დავსერჩოთ. მაინც ეს რა ჩავალდა. დავალი ფასები ცენტრისკენ. არა. ოღონდ. კაროჩე აპერისტი იყო რა. აპერისტი იყო. 200 ლარი ღირს და თვითონ იქ რაღაცა ესე კიდე ფულს უხდის 290 ლარი და ხელა ფასი მომიხია. აი სასტუმროები ღირს 70 ლარი თო. შეხედე რა ნომრებია საკაიფო. თავის კვებით არის თო. 70 100 ლარია მაგარი საკაიფო ნომერი. თავის ზოგი ბასეინით არის და ეს აბა მაინც 100 ლარში ვნახოთ. შეხედე აი просто რივივე ბუტიკ ჰოტელ რაღაცა თავის კვებით არა კვება არის შედის კვება select room 38 ნახოთ სად არის ხო კვება შედის და 100 ლარა ძმაო შეხედე просто რა ნომერია სერიოზული და ეს გოიმი ეს 300 ლარს გვახევდა ვითომ დავიჭკვის. არა ეს თუ გოიმი ხარ დაგოიმდები თუ არა და ხო მოკლედ VTB აქვს ამათ VTB ბანკი ჩვენი მიხურეს ესენი რაღაც ეს სად მივდივარ ახლა აქ რა მინდა რა ვიცი საკეთ წავიდეთ იქ რაღაც დანგრეული ქუჩაა აი 300-ად გაძლევს 200 ლარია ნომერს ბუკინგზე 200 უდევს და 3 ну короче რა იგი გისრულებს თვითონ ესენი რუსებს აგოიმებენ და მაგრამ რომ მიცოდეთ მე ქართველი ვარ და ვერ მოგვატყუებთ так, ახლა წავედით. ხო, რუსები ჯერად. так. ახლა აქ წავიდეთ. 1 2 3 11 სანაგვეყუთია ერთად. ჩვენ ის არა ქვია. მაგრამ просто იცი რა არის. ამათ მაგრა დამევასო მწვადი ძმა, აი.
პური უფასო, საწებელა უფასო, რაღაცა გვერდზე მიყრილი სალათები და რაღაც თემები უფასო. და ის საყოლა რა, დამევასე. просто რაღაცნაირად თითქოს არ ვიცი შეიძლება უინტერესო ქუჩაზე ვარ, მაგრამ რაღაცა მონოტონურია რაღაც სიტუაცია. რაღაცა тусовка არაჩას. разбодиалов нецки. Dragon Garden. რაღაცა ყობა დრაკონის ბაღია რა. საოჯახო რესტორანი, რამოზე შენობა. ნახეთ რა საკაიფო დიზაინია. დრაკონჩიკია. არა, შიგნით რა სიტუაცია. შევიჭრიტოთ დრაკონჩიკიო. რაღაცა просто ფასებს არ უნდა დავხედოთ რა. ეს ამინის შევიხედო. ვიჭრიდო, არა მაგარია. სუპერ. მოგვიბიც არა უშავთ. так. ფეხები მტივა რა. სანიტურ. უთხარი მეთქი და ბლოგერი გავხდით და ბლოგერი კი არა, შვილო, იდიოტი ხარო რა. მახაო და ზოგჯერ მშობელი მართალია და ზოგჯერ არა. შვილა იდიოტი ხარ. და სხვანაირად თქვა უარესად. რუსულად და ჯიგრულად. აქ რა ხდება? რაღაცა აი რესტორანი რაღაც შარდენის ის არის, მამი და შვილი აქვს. ამათ აქვს ძალიან მაგარი ყველი. სულ გუნიქვია. ხო და კიდე რაღაცა არაჟანივით არის, უფრო თხელი, აირანივით, ოღონდ სუფთა სომხური ისა, მაწონია, მაწუნი. ხო და ჩურჩხულა, აი ტკბილია, ჩურჩხელას ვარიანტია და კიდე რა გვაქვს. სად გამოვედი მოედანზე 2 საათი ყოფილა რა. ეხლა 9-ზე გადის მატარებელი 7 საათი რა იბოდიალებს. 7 საათში სომხურს ვისწავლი. короче, აქ მებაზრებიან ხოლმე და სომხი ვგონი ვარ რა. так. ამბობიან, საინტერესო. რაღაც მაროჟნია ყო, დავიჩი და მაროჟნი. ნახე რა, მაგარი სახლია ყო. სერიოზული სახლია. ჯიგრული სახლია. ვაი. ოპა. ნახე რა, просто რა. შაუზე ვერცხლისფერი რა, მაგრამ მიდის просто საო რა. აი ძალიან სუპერსკია, აი. შავი ვერცხლისფერი, აი. არც ბევრი ფერი, ესეც ნახეთ რა. რა ლამაზია. აი ისეთია რა, იშვიათი და აი მაროჟნი დავითრიოთ ახლა. გაუფუჭდა ამბიც მანქანა წყალი დაექცა. სუდია. так. ეს პოლიცია. ვერიდოთ. 700 მონეტი ყო.
Нахер какой Маруська купа. Маруська. Прикольно, да, салевия, ყველა სოფლი. Სანო 5-6-7. 7 ის არის ერთად და კრანი. Ონკანი. უკვე შემოკვეთ ეს ჰოლანდიელი გოგო. ჩამოფრინდი უკუთარიშიო. ხიბულში ვიყავიო. მივდივარ სომხეთიდან მიფრინავს უკან ესევე. და გორში ვიყავიო. სტალინის სახლ-მუზეუმშიო. მე ვთარი სტალინი ვინ იყო? იო ეგრო არაო მე დაშნო. სადმე უკარხანაში ვიმუშაებდით. ეგ იციან ცნობილ სტალინს წარმოიდგინე ევროპაში. იციან მეორე მსოფლიო ომი და Чемпион. Принцесса Бешкен. Не тот метасалком. Tu принцип, tu принцесса. საბჭოთა კავშირის თემა და Acá მომედანი აპოსტო ფანტანი უნდა რა. ფანტანი უნდა ქონდეს, იმიტომ რომ სიცხეას ესწავლა. მე დავამონტაჟებ და რაც გამოვა. გარუჩემ აი იმ სადგურიდან რა. კალიკი აქვე იმ სადგურს, ავტობუსის სადგური, სადაც ირანში გადის ავტობუსი ტებრიზში. საზღვრამდეო 7 საათიო მერეო, 5 კიდე ტებრიზამდეო. მაგრამო ქართულ პასპორტი ვაჩვენე და შეიძლება არ შეგიშვანო ვიზა მოგთხოვნა, ეთქობა ჩვენები უკვე ირანელებს აღარ უშვებენ რა იოლად და ისინიც ეგრე არიან, რომ შეიძლება გაგიშვანო, ჩამოგხსონ და გაბრუნონო, წადი ვიზა გააკეთეო და წასვლა ავტობუსით გიზა 100 ლარი ტებრიზამდე რა, ჯამში 12 საათი უნდა იარო რა, მაგრამ ყოველ დღე გადის იქნა. Hola. კალიკი აქვეა იმ ავტობუსის და ყოველ დღე გადის. რა 30-ზე 12-30-ზე ეგრე.
ნახევარი სუტკა მიზეს. აი გოგო მიაყენა მანქანა. და ხოდა რა ვიცი აი вот за 700. Да. Можно желтый и красный есть? Да. А у еще цветели, да, путели. А у Маграга осталось. Так. Чем. Угу. О, я Магария то. Угу. Ну все. Аура гемриელია. ძალიან სერიოზული. აი ამ სადგურიდან რა კალიკი აქვე იმ სადგურს, ავტობუსის სადგური, სადაც ირანში გადის ავტობუსი ტებრიზში. საზღვრამდეო 7 საათიო, მერეო 5 კიდე ტებრიზამდეო. მაგრამ ქართული პასპორტი ვაჩვენე და შეიძლება არ შეგიშვანო ვიზა მოგთხოვნა, ეთყობა ჩვენები უკვე ირანელებს ხო აღარ უშვებენ რა. იოლად. და ისინიც ეგრე არიან, რომ შეიძლება გაგიშვანო, ჩამოგსვან და გაბრუნონო, წადი ვიზა გააკეთეო და წასვლა ავტობუსი დღირდა 100 ლარი ტებრიზამდე რა. ჯამში 12 საათი უნდა იარო რა, მაგ ყოველ დღე გადის იქნა. ხოიამ. აი კალიკი აქვეა იმ ავტობუსის და ყოველ დღე გადის. 9:30-ზე 12:30-ზე ეგრე. ნახევარი სუტკა მიზეს. აი გოგო მიაყენა მანქანა. და ხოდა რა ვიცი აი ესა ხარობის სასახლეა და ეთყობა ყვირის რომ ბიზინა გადადეკიო. ეგ რაღაც მსგავსი ვარიანტია. ხო. ბიზინა რომ ყველანისა დაძაბულობა. პოლიციამ ხელი ჩამოართვა. იგრულ პონჩი. ჩვენები კიდე იჭერენ რა. ეხავს რა, ჩვენების სიტუაცია ახლა ძალიან რაღაც ძმაკაცურ პონჩი მე მეგონა დაუძაბავდნენ, მაგრამ ძალიან კაცურად მიუდნენ. თან იცავენ, თან ძალიან ისე ექცევიან დადებითად. ჩვენები კიდე რა ვიცი, ეხავს რა ჩვენების სიტუაცია. იქ ეწერა ამ ტიპს რუსულად და უკინდან სომხურად და ინგლისურად რომ არსი ხელშეკრულებაო აღიაროთო უქმათო რა.
ანუ ყარსის შეკრულება 1921 წლის მიხედვით რა თურქებს მისცეს სომხური ტერიტორიები და რა თქმა უნდა აუკლარჯეთი მისცეს ქართული ტერიტორია და ისინი ძახიან რომ არ ვაღიაროთო იმიტომ რომ ხალხის ნების წინააღმდეგ იყო გადაწყვეტილება მიღებული აი მაგაში სააღოლო რომ მაინც იძახიან და სტალინს უნდოდა მაგ ტერიტორიების დაბრუნება, მაგრამ მე მგონი არ დაცალდა. რა ვიცი. მშვიდობას და კეთილდღეობას ვუსურებ როგორც სომხეთს, ასევე საქართველოს და აზერბაიჯანს და მთლიანად რეგიონს. მშვიდობა იყოს ყველგან და ყველა ერების შორის სიყვარული და პატივისცემა იყოს. ეს სხვათა შორის ძალიან მაგარი რაღაცა და სააღოლო სომხებს. ტუალეტია ეს რა წარმოიდგინეთ პარკია ეგრე და ტუალეტია რა ნუ ბიჭების ქალბატონების და ნუ ინვალიდების და ეს ჩააგდებ რა ხურდას თქვათ ლარიანი ჩააგდე და კარებს გიღებს და რკინის ყველაფერია შენი ტუალეტია რაღაცა უცებ ის აი ჩვენთან არ არის ეგ თემა ან და გასაკეთებელია ეხლა ჩვენთან აი ეგ პრობლემა არის ეხლა იქ ხო არიული ახლა კაფეებში და რაღაც ბიზნეს ცენტრებში უნდა იყოს რა, სადაც აი პარკია ხალხმრავლობა, აი მალადეც რა. აი სომხების მაგრამ მომეწონა მწვადი გამოუკვეთავ რომ აი რაღაც თავის პრიპრავებით ყველაფრით ჩვენთან ახლა ცალკე პური ღირს, ცალკე კეჩუპი ღირს, ცალკე სალათ ამათან ერთად არის მოგიტანენ დაგიდებენ ქვემოთ გემრიელი ლავაში და იაფა 7-8 ლარი რა, კაი ჯიგრული ერთი მწვადი რა. ჩვენთან ღირს 15-20 ლარი ეგ და მაგდონის შემწვარიც არც არის. და პლუს კიდე რო იცოდეთ ავტომობილების მოძრაობის წესი არის აი მაღალ დონეზე რა აი ჩვენთან კატასტროფა არის ფეხებზე კიდია ჩვენთან მარჯვიდან გასწრებს თავზე მოფრინავს ატორმოზეს ძაზით აი აქ არ არის ეგ თემა აქ წყნარად არის მიდის რაღაცა თუ უქრის თავში ეგრე გაუჩერებენ პრავას დედას უტირებენ ეხა გაიშნიკებს ვებაზრე და მეთქი საღოლ აი ეგ თემა და აი ეს ტუალეტი რაღაცა ეხლა რა თქმა უნდა ყველა ქვეყანას თავის როგორც პლუსი ისევე მინუსი აქვს მაგრამ რაც მინუსი იყო ისიც თქვი და რაც პლუსი შევაქეთ ხუმრობით მივიღოთ ეხლა სომხები ძალიან მიყვარს ქართველები და აზერებიც აზერბაიჯანელებიც ყველა ერი მიყვარს ყველა ერია საუკეთესო და კარგი და ყველა ქვეყანას აქვს დადებითიც რაღაცა მინუსებიც აქვს სურთლად რომ იდეალური ქვეყანა იყოს რაღაცა მაინც ის აქვს ეხლა რა ვიცი აი ჩვენთან მაგალითად საქართველოში პირველ ადგილას რა ვიცი ალბათ მსოფლიოშიც კი დავაყენებ იმას რომ აი ტრანსპორტის თემა რა აი თქვა გამოდიხარ აეროპორტიდან ჩამოფრინდი თქვა თბილისში გამოდიხარ ან ქუთაისში ჩაფრინდი გამოდიხარ აეროპორტიდან და არის ავტობუსი შედიხარ ძმაო ავტობუსში და შენ ვიზა და მასტერკარდ ვარად სადებ იხდი ფულს და всё მიდიხარ რა არ უნდა რა იქ ხა ემირატებში ცალკე აბუ-დაბის კარტა ცალკე დუბაის კარტა ცალკე იქ ფული უნდა ჩატვირთო მე ის ფული გრჩება იქ ზედმეტად და უკან ტყუილად მოგაქ ეს ბარათები მე ისევ ჩახვალ დაგავიწყდა ეს ბარათების წაღება არის იქ ზედ რამდენია თანხა აქ რაღაცა კიოსკი ყოფილა იქ უნდა მიხვიდე და უნდა ჩაყარო ის რა ქვია შიგნით ხურდები რაღაცა დრამები ბილეთი გამოარდება მე ამ ბილეთს აი ეგ დებილობა რა აი სად ხა ჩვენთან დონია რა თბილისში აიღებ დაადე ბარათი თქვათ არა გაქვს ეს ის ბარათი რა ქვია იმას ტრანსპორტის ავტობუსის და შედიხარ ჩორი ყველას აქვს მასტერკარდა ვიზა ამერიკან ექსპრესიან თუ რავი რა ბარათეცა დაადე всё მოგეჭრა ლარი და ჯიგრულად მიდიხარ აი გარი დონე იქ სხვაგან არ არის ეგრე რა ავტობუსში ვერ შეხვალ უნდა წახვიდე რაღაცა იპოვო ჯიხური იქ ქუვეითში მაგალითად არც ბარათი არაფერი მიდიხარ და მძღოლს უნდა მისცე თავიდანვე ფული და ეს ფული სად უნდა ეძებო ეხლა იქ დინარია აქ დრამია იქ ახურდავებ ახლა კიდე პლუსი რა არის იცით
გადამხურდავებელთან ის არის, რა ქვია, რა თემა იცით, აპარატია. $50 ჩააცურებ აპარატში და ის სომხურ დრამებს გიგდებს რა და მაგარია ძალიან. Можно кебаб за 1400. Кебаб за 1400 и одну воду можно вот этот. А? Да, да. Пуребия. Нахтева. Индини. Сачмелебия, суши, паста. Короче. Или сачмели, шодри, сачмели, сагома, сачмели. Вот. Шодри, биорията, шуидаси. მეკნები რაღაცა. სიტუაცია. ხინკალი. ვიდედა ჩემი. ხინკალი დაარქვეს ხურჯინი. ხაჭაპური ბარბეკიუ. Барби, ну это то. Ай, ты аперистебот. Хинкал, შემწარ ხინკალს ხურჯინი დაარქვეს. Аперистები. Ну, მათი. Ай, бля. არც ვენია და ქართულ ხინკალს ხურჯინი დაარქვეს. Ай, თქვენ პატრონს. უბედურს. აперистები. Короче, ქართველებს არტმევენ საჭმელებს, ხინკალს ხურჯინი დაარქვეს, მე იქან მაწონს მაწუნი. თან ბიჭო, არ უბერავ. ჩებურეკა დატოვეს და იქ ხურჯინი დაარქვეს. მითქვიან ჩვენ მოვიგონეთო. Пахлава. Вот супермаркеты. Да, что это? Сейчас.
Çeren araç çakadi. Açakete. Şekeler. Movitqovi ton kartisa somxuri ვიცოდი და ვერ წნებდა. Somxურას ჩეკამაკა, რა, რაღაცები. გაოგნებული მიყურებდა. ზანა სტრანი somxuriაო, შეიძლება ისო იმერული კილო აქო. არ შემჩნია. რომ somxuri არ ვიცოდი. არ ვიცი. აი ეს თუ ადამიანი ესო ღადავ მაიმუნობით რაღაცით მოხალ კაი ხასიათზე. აუ ნახეთ რასა კაი პოხილებია თო. ეს რა არის თო რაღაც ზმარტლია თუ. აუ ეგეთი რაღაცა პირველად დავინახე. აუ ჩემი. ნახეთ თო თეთრი მარწყვი თო. აუ ეს ზვირი ზან, მაგრამ აუ ეს ნაჭამი მაგ თო. ეს ტამარინი ქვია მას მე მგონი. აუ სერიოზულია ეს არის. აუ მაგარი ხილები აქვს თო. ჩვენთანაც არის ეგეთი, მაგრამ რაღაც ცოტა განსხვავება არის. აუ სიძვირია. მაგარი თო ჩვენთანაც არის კაც. ჯერო ვაკეს ზმარტლი და რაღაცა აქ. არა, ყველაფერი აქვს ამათაც, საკაიფოდ ნახეთ რა ლამაზად არის. ზობილი ვოდკა ის მაროჯნა. რუსებიდან მოაქვს რაღაც თავარი. ისა. აუჩა. ზვირია ძმაო აი. ეს რაღაც 7 ლარი 10 ლარი ეს. პური თო. ვახჩენ რამაგ ჯიგრული პურია თო. რგანო იხლებ. ყვავის პური თო. აუ როგორ მინდა რა. აუ ნაღდათ არის თო ეს. თუ პროცენტულად არის. პროტეინი. ყვავის პური. რაღაც 400 მანი. აუ რაღაცა ჩამაიკას ჭირს და რაღაც მეზარება აქ რაღაც სკიდვა. არა უნდა იყიდო თვალ. ჩვენთანაც ლამაზია, მაგრამ ეს შინძობა. ჯიგრული სასმელები რაღაცა. somxuri კონიაკი. ეგრეთ ესეთია. ღამის ერევანი, კოხთა დადიან რა. აი საცობი არ არის ვაფშე, შეხედე. ხო, კიდე რა მინდოდა მე თქვა, რომ საოცარი რკინიგზა აქვს რა სომხებს. შიგნით დუშია, ტუალეტია, კუპეა. რა ვიცი, პლაცკარტია, დაწვები. და ის მოაქვს რა
კბილის ჩოთკი, პასტა, პირსახოცი, თეთრეული, ამეთქი სააღოლა, აი მართლა მაგარი და ჩვენი საქართველოს რკინიგზის უფროსობა, არ ვიცი რა. აი უბრალოდ რა ნამუსი დადიან ან რა ყველაზე შემოსავლიანი ორგანიზაცია საქართველოს რკინიგზა. რას გავს სადგურები, რას გავს მატარებლები. ერთი ბიჭო, ერთი ის ვერ გაგიყვანიათ გზა თურქეთამდე, ან მიაერთოთ ან რაღაცა იყოს რა წახვიდე ან სტამბულში ერთი მეორე კიდე მახინჯაურამდე ქონდა ძლივს მიიყვანეთ ბათუმამდე. რკინიგზა და პლუს კიდე ყველაზე საშინელება რომ რატო არ ყიდულობთ წესიერ ვაგონებს, სადგურებს რატო არ არემონტებთ, წესიერი ვაგონი რა რომ ზიხარ იქ 6-7 საათი დარჭობილი ხესავით რა აიღეს შეკაი ადამიანო იყიდე კუპეები იყოს შიგნით და პლაცკარტი იყოს, თეთრეული იყოს, რესტორანი ჩადგი, რაღაცა გაანვითარე რა, ვინახავს რა ვერ გაძღა თქვენი აი არ ვიცი რა საშინელებაა რა, просто რა ნამუსი არ არის რა, სინდის ნამუსი არ არის. რას გავს სადგურები, მოზოზინებს, აიღე და აყენე მაგარი მატარებლები კუპეებით, იმით იყიდე რაღაცა რა გახდა ეს რა. საკაიფო სადგურია რა. რკინიგზის ისეთ ლამაზია ძველ სტილში რა. ეს ლაპარაკობდა მომჩერებია ხალხი. ისეთ სულელია თავისთვის ლაპარაკობს, ხოსათვალე მიკეთია. გავხედოთ რა ჩვენ მატარებელს რა, მართლა სირცხვილი ჩვენ საქართველოს რკინიგზას რომ ერთი კუპეიანით მატარებელი არ აყავს რა, ზიხარი ხესავით რა და სწრაფი მატარებელი მეორე საათზე ფუი ბლად. აიღე რა ბიჭო კუპე ქვეყანა შემოსავალი გაქვს. გაარემონტეთ სადგურები, გააწყრიალეთ, მათხოვრებო თქვენ. ეს ვერ ხუშკა ეს სირცხვილია რა. მართლა რა, აი ეს მატარებელია. კუპია აქვს, დუშია აქვს. ეს რესტორანი აკლია და აიღეთ რა გააკეთეთ თქვენ იდიოტებო თქვენ მართლა. ეს საქართველოს რკინიგზის მეთაურები რა დასაჭერია სულ. ხო და ეს არის რა ქვია. ხო და მინდა და მეთქვა. აი რაზე გუშინ აი მოკარჩა მაგარი ვიღათა. ჩავჯექი მატარებელში კუპია 4 ადამიანისთვის და გოგოა მარტო ჰოლანდიელი. კაროჩე და აი სულ დაკვირა სადაც არ უნდა წავიდე რაღაცა ეგეთი ის იჩიტება მეჩერჩეტა კაროჩე სკოლაში სწავლობდი გერმანულ არაფერი არ მახსოვს. აი ნიჭიერი ხალხი ვართ ქართველები. ყველა ენაზე ვბაზრობდი იმენა რა. ყველა გერმანული, ინგლისური თურმე მცოდნია არც ვიცოდი. კაროჩე რა. უკრაინული ხო ვიცი, რუსული და ქართული და რავი აი ამის 5 ენაზე ვიბაზრე, მაგრამ ისე ვერ ბაზრობდა ესე. ადრე მახსოვს რა. თბილისის აეროპორტიდან ადრე ძველი აეროპორტი იყო. მივფრინავდით კრასნოდარში და დედაჩემს მივყავდი პანაში 18-19-ის ვიყავი. ის ახალი აეროპორტი არც იყო. ხო და ვიღაცა მოვიდა გოგო სასწაული და ისა მშობლები მოყვა, რუსი მშობლები. და დედაჩემთან მივიდნენ და მოგეხვერწებითო და ისო ვაცილებთო და მარტო მიდის და ყურადღება მიაქციოსო და მეთქი აქ არა ვარ კაცო. ერთად ვიჯექით, ერთად ვიფრინდა, ის სულ ეგეთი რაღაც იჩიტება რა. ხო და პრიკოლია, აი ფილმებში რო ან არაფერს ეს. წავიდა ეს გოგო ჰოლანდიიდან იყო. შეყვარებული ავსო, მოგზაურობო, მოულია ინდოეთისა, ინდონეზია, ტაილანდი, ლაოსი, ქუთაისში ჩასულა ტყიბულში ყოფილა. ტყიბულიდან მერე წამოსულა აქეთ გუდაურში ყოფილა და გაყვა ახლა მატარებელს ჩავიდა ერევანში, ერევნიდან წავა ევროპაში გაფრინდები. ისას ხორცს არ ჭამს. და ხორცს არ ჭამს და ვეგეტარიანელია თუ რასაც იძახენ, კაი ხორცს რა ჯობია, მაგას კაი
ჩაბრაწული გოჭი, ჩაკიდებული გოჭი არ უჭამია თორე რა დროს უჭმელობა და რა დროს ვეგეტარიანობა და კაი გემრია აუსომხებს მართლა მაგარი წვადი აქვს რა. ეხლა ვიცი რამეს წავიდი ვიყიდო. ეხლა მაგარი რაღაცა სალათა, ხორცი, რაღაც აირანი. მარტო ის თბილისში იგრება 10 ლარი მინიმუმ 10 ესეთი 4. Короче, ხორცი რა ლავ ეს დაжда 14 ლარი სულ ეხლა ჩემთვის. იაფია რა.